მესამე კვირას რათა ყოველგვარი მოწყენება განვიშოროთ და სულიერი ცხოვრების საქმეს შევუდგეთ. ძმებო, მამებო და შვილებო, როგორც თითოეულ თქვენგანს თავისი საქმის კეთება ევალება, ასევე მეც თქვენი განსწავლის მოვალე ვარ ყოველთვის, ხოლო უფრო მეტად ამ წმინდა მარხვის დღეებში, ვინაიდან მეტი შრომისა და სიფრთხილის დაცვა გვევალება საქმით, სიტყვით და გონებით. არასწორი გზიდან გადასახვევად, არამედ სულიერი საქმითა და წმინდა ცხოვრებით, უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს წმინდა აღდგომასთან მისაახლებლად. ეჰნეტა მრავალგვარი და სხვადასხვაგვარი სიტყვების თქმა შემეძლოს, რომელნიც ქრისტეს მადლით ყველას შეეფერება და არგებს, რადგან ბევრია ძმებო, რომელთაც ნუგეშინისცემა უნდათ და ტკბილი სიტყვა ენატრებათ, რომელთაც გამაგრება სჭირდებათ, სხვებს შეგონება, სხვებს მიმართულების მიცემა, ზოგიერთს მხილება, სხვებს განრისხება, ზოგიერთს პატიება, ხოლო სხვებს დაწრულებით გამოკითხვა და ზოგიერთს კი შეურაცხყოფა და დამცირება. როგორც მრავალია სხვადასხვაგვარი ჩვევადოვნება, ასევე სასარგებლოა მათ შესაფერისად განსწავლა. რადგან რითაც ერთი იკურნება, მეორე ევნება და რაც ერთისთვის სასიკეთოა, იგივე სხვისთვის დამარღვეველი აღმოჩნდება. ამიტომ ჩემი მსახურება არა მცირე, არამედ ძალიანაც დიდი და ძნელია, მაგრამ ჩვენი მამის ლოცვით მივიღებ და სანამ ცოცხალი ვარ, არასდროს შევამცირებ. არამედ მოვინდომებ და ჩემი ბატონებისა და მამებისათვის უკეთესის სათქმელად ვიშრომებ. ყველანი ღვთისნებით გამოხსნილთაგანი ხართ და ყველანი გადასარჩენად მოსულ ხართ. თქვენთვის სხვა არაფერია საძიებელი ცხონებასთან მიახლების გარდა, მაგრამ ვინაიდან ყოველგვარი სიკეთის მოწინააღმდეგე ეშმაკია, როგორც არ უნდა გვინდოდეს მის მრავალგვარ მსაკვრებათაგან მრავალგზის გამოვიცდებით, რადგან ზოგიერთს გულის თქმის მიერ წვავს და თანაჩემწედ სიყრმის დროინდელი ჩვევა ჰყავს. ზოგიერთს უფროსობის სიყვარულით ანარცხებს, თავად ზეციდან გადმოვარდნილი. ზოგიერთს სიზარმაცით ადუნებს, მოწყინებით ბოჭავს და მიჰყავს საითაც ესურვება და როგორც ენდომება. სხვებს ურწმუნოებით ამხობს, თვითრჯულობით წარწმენს და სისაძაგლის გასაკეთებლად ამზადებს და რათა ცალ-ცალკე აღარ ვთქვათ, ჩვენს დაბრკოლებას ყველანაირი სახით ცდილობს და მუდამ ჩვენს დაცემას ელის, მაგრამ შერისხოს იგი უფალმა ღმერთმა, რომელმაც ზღვას უბრძანა, დადუმენ და დაიყავ პირი. და შორს გამდევნოს ჩვენგან. ეს კი მოხდება თუ კი გონებაზე მოვეგებით და იმ თავარ მიზეზს გავიხსენებთ, რომელთან ერთად და რომლის გამოც აქ მოვედით. თუ ღმერთის წინაშე როგორი აღთქმები დავდეთ, რადგან მრავალი მოწმის წინაშე სიკვდილამდე ყველა გაჭირვებისა და შევიწროების მოთმენა აღუთქვით მას. ამიტომ ყველამ ყველანაირი ამაო მიზეზი მოიშორეთ. მოუთმენლებო სულმოკლეობა, უფროსობის მოყვარეებმა მთავრობის მოყვარეობა, მოწყენილებმა მოწყინება, სიამოვნების მოყვარეებმა გემოთმოყვარეობა, ამპარტავნებმა ამპარტავნება, ამაყებმა სიამაყე, თავხედებმა თავხედობა, უწესოებმა უწესობა, მრავლის მეტყველებმა მრავლის მეტყველება, მიწერის მოყვარეებმა სოფლის მოყვარეობა, ხორციელის მოყვარეებმა ხორცის მოყვარეობა, წუხარებმა შეუფარებელი მწუხარება, შურიანმა შური, მიამბოხე მამბოხი, შფოთიანმა შფოთი, ზარმაცმა სიზარმაცე, ასეთია სიბნელის საქმეები, სიბოროტის საშველეები, ეშმაკის ვნებები და ხრიკები. ხოლო მოწყალე ღვთისთვის სათნო და საყვარელია მშვიდობა, სიმდაბლე, მორჩილება, უშურველობა, შრომა, მოღვაწეობა, სიფხიზლე, სიყვარული, რწმენა, იმედი, წესიერება და ლოცვა. ესენი ნათლის საქმეები, სიმართლის ღვაწლი, წმინდათა სათნოებები, სათნო და საქები. ახლა ღმერთის სიყვარულის გამო გევედრებით, ამ ზემო ნახსნებებნებათაგან შეპყრობილები გამოვხიზლდით. ამგვარ შეფერხებათაგან მძინარებმა განიღვიძეთ. თუ კი საცოცხლებლად ღირსეული სიცოცხლე გსურთ და თუ კი საცქერლად სიკეთის დღეები გიყვართ. ნათქვამი ვისმინოთ. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი. მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. და ასევე, სადა არიან თვალნი უფლისანი, არამედ მოშიშთა მისთა ზედა, ხოლო სად არის განრისხებული პირი უფლისაი, არამედ მოქმედდა ზედა ბოროტისათა, მოსპელვად ქვეყანით სახსნებელი მათი. ამ ფსალმუნების ყველა თანმიმდევრობა სიკეთის რჯულდებას გვთავაზობს, თუ კი მხოლოდ სიფრთხილით ვისურვებთ. ამ საკითხზე საკმარისი იყო საუბარი. ვინაიდან ამ დღეებში არ ამცირია სნეული ძმათაგან, რადგან დასნეულებულია ეს დრო, მაშასადამე ჯამრთელი სნეულებს შევეწიოთ და ავადმყოფებმა ეს სნეულება მადლიერებით მივიღოთ, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილი ცხოვრებისეული დარიგება და ყოველგვარი მწუხარება მოთმინებითა და მადლიერებით ვიტვირთოთ, ჩვენი ცოდვების განსაბანად და განსაწმენდად.
როცა სნეულებისაგან განთავისუფლდებით, ფუჭით და ამაოდ ნუ გავიტაცებით. არამედ ჩვენ სამსახურებას დავუბრუნდეთ, რადგან ვერცხლით ნაყიდი მონები ჩვენ სამსახურებლად არ არიან დაწესებულნი, რომელთა განსაცდელიც ცოდვის გამო შემოვიდა ამ ქვეყნად და მოციქულმა ერისკაცებთან დატოვა, რათა ემსახურონ მათ. მაგრამ საკუთარი თავების მონები და ბატონები ჩვენ თავადვე ვართ, რომელნიც ვემსახურებით და გვემსახურებიან, რის გამოც დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა უფრო მეტად ვემსახუროთ, ვიდრე გვემსახურონ. უფალმა თითოეულ თქვენგანზე იცის, თუ როგორი იყო თავიდან და როგორი იყო ერში, თუ როგორია ახლა, თუ როგორ აიძულებს თავს და მოითმენს, თუ რა კატეგორიას წარმოადგენს. თუ როგორია ეკლესიაში დგომისას, თუ როგორი მოწინავეები და როგორი მომხრეები ყავს, თუ ვისთან ერთად ურთიერთობს და ჭამს ან სძინავს და როგორ ტანსაცმელს ან და ფეხსაცმელს იკმარებს. ამ ყველაფრის გამო მართალმა აღმწერმა, გამსწორებელმა, მარადიულმა თვალმა თითოეულ ადამიანს მისი საქმების შესაბამისად მიაგოს, როგორც დაწერილია. ამას იქით ნურავინ ნუღარიზრუნებს ზედმეტს, ნურს სხვა რამეს გაიხსენებს, არამედ რისთვისაც საჭიროა გონება, რადგან ღმერთის წინაშე ვართ გამოსაჩენი, რომლის წინაშეც წავდგებით შიშის მომგრელ და შესაძრწმუნებელ სამსჯავროზე, როცა პასუხს ვაგებთ ჩვენი საქმეების გამო, რამე თუ მას ჩვენის ყოველივე დიდება და პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.